აი მიაფასიან პოპულარობისთვის ყველაფერს მკადრებელ ბლოგერებს, რა ვიცი, ჟურნალისტებს, საიდანღაც გამომძვრალ ტიპებს, რომლებიც სპეკულირებას უწევენ და პარაზიტირებენ ამ გურამ დადიანიძის თემაზე, 1000 სისულელეს დებენ ვიდეოებს, დამონტაჟებულებს რაღაცა. თვითონ ძალიან გული შესტკივა და სინამდვილეში კიდევ ადებილებენ საზოგადოებას, რომ ოღონდ რამე ლაიქები დაიწერონ იქ და გამომწერები მოიმატონ. მარტივ კითხვას დაგისვამთ. სად იყო თქვენი ეს შემართება, როცა აგერ 16 წლის ნიკა ღუნაშვილი მოკლა რაღაც ფსიქიურმა აშლილმა პირმა, რომელსაც ხელისუფლებამ 4ჯერ ნასამართლებლობის მიუხედავად 3 იარაღი დაუკანონა. ეს ულახაღარ მოხდა. ეს ხელისუფლება მოკლა 16 წლის ბიჭი. მაგაზე ხმას რატომ არ ამოიღებთ? ხელისუფლება მოკლა 3 წლის მართა და დედამისი ანა ბერიანიძე, რადგან 225 ჯარიმის მქონე ტიპი კვლავ საჭერზე იჯდა. რა იყო ისა? რევაზ ელიზბარაშვილი. ის დროზე რო და ჩამოესვათ მანქანიდან და მარცხ მოწმობა გამოერთვათ. გადარჩებოდა 3 წლის მართა. ანდა რომელი ასობით ადამიანი ჩამოთვალო კიდე ნარკოტიკებით რო იღუპება, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს ნარკომაფია ანადგურებს მიზანმიმართულად ხელისუფლებასთან შეზრდილი, ხო? ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და ასობით ახალგაზრდას კლავს. ყველა ფეხის ნაბიჯზე ქალაქის ცენტრში გადით, თუ გინდა კედლებზე წერია ნარკობარიგების მისამართები. აი ამაზე თქვენ რატომ არ იღებთ ხმას? საიდან გამოძვერით, რომელი მინდა რა ვქიო, სოროებიდან ეხლა რომ მოინდომეთ იაფასიანი პოპულარობა და პარაზიტირებთ გაუბედურებული დედის და ოჯახის იმაზე რა ვქია, უბედურებაზე, ხო? და ცალკე იმ მეგობრებს აბრალებთ 1000 უბედურებას და ფაქტობრივად გაწირული ყავთ იმ ადამიანს და აგინებინეთ ნახევარ საქართველოს ალბათ სრულიად უდანაშაულ ადამიანებს, რომელსაც წარმოუდგენელია ეხლა 15 ბავშვს დაეგეგმა თუნდაც ერთი იმ კახას თამადობით კვლელობა თავისი მეგობრისა და ეს ისე განეხორციელებინა, რომ არც კვალი ჩანს იმ გურისი, არც რა ვიცი, არაფერი. ეს ხო წარმოუდგენელია. ეს ხო ნონსენსი არის. რომ არ შეიძლება მოხდეს, რომ 15-მა კაცმა დაგეგმოს 12 წლის წინ 15 წლისებმა თან და შეინარჩუნა რამდენი ხანი გავია ერთობა, მით უმეტეს ვერ მიაგნეს კაცო იმას რა ქვია. კვალს ვერაფერში. ცხედარი არ ჩანს. კვირაების განმავლობაში ეძებდნენ დაკარგვიდან 9 საათიდან განმავლობაში დაწყებული სამაშველო ჯგუფები და 2 სოფელი რამის. აი ასე. აი ეს ახართ რა. ამ კოლელი ხელისუფლების წინააღმდეგ არაფერს არ ამბობთ. მაგრამ ეს რა იაფასიანი თემაა და შეიძლება ეს პოპულარობის მოპოვება და ვიდეოების დამონტაჟება და 1000 ჭორის გავრცელება და ასე შემდეგ. გავრცელეთ ეს ვიდეო და ხალხო გავიაზროთ რა ხდება. გავიაზროთ რა. ასე იაფასიანად დააგოიმებ ნახევარ საქართველოს ვეღაც ძუნძგლიანების მიერ თან, რა აი წერა-კითხვა რო არიციან და დადებს ვიდეოს და აი აქ ჩანს გურიკა მიწაში წევს. აი აქ ჩანს ტალახიანი ფეხები და უტალახო ხელები. და ამაზე მიდის რიარია და მთელი საქართველო ამაზეა გადართული და თითქოს აი აგერ ახლა გუშინ სამშობლოს ღალატის აქტი არ ჩაედინოს კობახიძემ რუსულ არმიას აფხაზეთში განთავსებულს მიაწოდა 3000 ტონა ბენზინი. და პლუს ეს გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას, რადგან იქ დასანქცირებული როსნეფტი არის აფხაზეთში ოპერატორი. დასავლეთის მიერ დასანქცირებული. ჩვენ მას ვეხმარებით. გავრცელეთ ეს ვიდეო.